დილა მშვიდობის, მოგესალმებით. გრძელდება დილის პალიტრა. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ დავაანონსეთ. ნიპას ვირუსი გახდა ნებათა ხელვის, ესე რომ ვთქვათ, საკითხი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვირუსი არ არის ახალი, 98 წლიდან არსებობს და ამიტომაც შედარებით ცოტა სიმშვიდეს გვაძლევს ის, რომ თლად უცნობი ვირუსიც არ არსებობს, ამიტომაც ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან გავრცელდეს ის ინფორმაცია, რომ ადამიანებში წინასწარი, ესე ვთქვათ, პანიკის საფუძველი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მოკლედ, როგორ ცვალდება ვირუსი, ზოგადად რა არის რისკები და სიმშვიდე, რაც უნდა მოგცეს ამ ჩვენი გადაცემის თემამ და ჩვენი გადაცემის სტუმარმა. ამიტომაც მოგესალმებით, ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი არის ჩვენი სტუმარი. როგორც ინფორმაცია, ასევე დამშვიდობა გვჭირდება თქვენგან, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა და ჯერჯერობით კი აღვნიშნეთ, რომ უკვე წლებია, რაც ეს ვირუსი არსებობს, მაგრამ ბევრი არაფერი არ ვიცით მის შესახებ. ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა და განიხილებოდა ეს ინფორმაცია. ბევრ ადამიანში პანიკაც გამოიწვია ამ ყველაფერმა და ახლა აი თქვენგან მოვისმენთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, ვეცდები რომ ჩვენ მოსახლეობას მოვაწოდო ინფორმაცია და რაიმე ესეთი სიახლე, რაც დაამშვიდებს მათ. პირველ რიგში აღვნიშნავ, როგორც ითქვა, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი და 98-19 წლებში იქნა აღმოჩენილი და უკავშირდება, ასე ვთქვათ, ეპიდაფეთქებას მალაიზიაში, როდესაც, ასე ვთქვათ, ღორის ფერმებში მოხდა გარკვეული დაავადების გავრცელება და დაავადდა რამდენიმე ასეული ადამიანი, საკმაოდ მაღალი იყო სიკვდილიანობა და შესაბამისად შემდეგ ჩატარდა კვლევები და მაშინ მოხდა ამ ახალი ვირუსის, ასე ვთქვათ, ნიპა ვირუსის აღმოჩენა, რომელიც პარამიქსოვირუსების, ასე ვთქვათ, ოჯახს მიეკუთვნება. ძირითადი გამავრცელებელი ამ ვირუსის არის ღამურები და კონკრეტულად ყველაზე ხშირად ხილის ღამურები, არსებობს ესეთი, ასე ვთქვათ, ღამურები, განსაკუთრებით ესენი, კი ბატონო, ბინადრობენ აზიის კონტინენტზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ძირითადად ეს დაავადებაც გავრცელებული არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩამოვთვლი ამ ქვეყნებს, სადაც დაფიქსირებულა ისტორიის განმავლობაში შემთხვევები. პირველი, როგორც ვთქვი, ეს იყო, ასე ვთქვათ, მალაიზიაში, შემდეგ ამავე წელს მოხდა შემთხვევების დაფიქსირება სინგაპურში და მას შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, ნიპა ვირუსის შემთხვევები, ერთეული შემთხვევები, ვთქვათ, მაქსიმუმ 10-ამდე პაციენტი ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ინდოეთი, ბანგლადეში, ფილიპინები. აი ამ 5-6 ქვეყანაში, ეს არის ერთი რეგიონის ქვეყნები, ძირითადად ვრცელდება ეს დაავადება. საბედნიეროდ მას არ აქვს, ასე ვთქვათ, მაღალი გავრცელება და დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 754 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. თუმცა რატო არის ეს ვირუსი, ასე ვთქვათ, საყურადღებო? პირველ რიგში იმიტომ, რომ მას აქვს მაღალი ლეტალობა. იმიტომ რომ აი ამ 754 შემთხვევიდან 58% დამთავრდა ლეტალურად. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ნიპას ვირუსი აღიარებული აქვს როგორც განსაკუთრებულად საშიში დაავადების გამომწვევი ვირუსი. ასევე არის შემთხვევები ადამიანიდან ადამიანზე გადადების, მაგრამ აქ რო დავამშვიდოთ ჩვენი მოსახლეობა, აქვე დავძენ, რომ ეს არ არის ადვილად გადამდები ვირუსი. რომ შევადაროთ მაგალითად, თქვათ, გრიპის ვირუსი, იგივე COVID-19 ან წითელას, რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით, ასე ვთქვათ, ხასიათდებიან, ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე. ადვილად არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, საჭიროა ხანგრძლივი კონტაქტი, ინტენსიური კონტაქტი და ამიტომაც არის, რომ ახლა ამჟამად არსებული ინფიცირებულებიდან რამდენიმე არის მედპერსონალი, იმიტომ რომ მათ აქვთ, ვიცით, ხანგრძლივი კონტაქტი პაციენტებთან. ალბათ, და ამიტომაც არის, რომ ამდენი წლის განმავლობაში არ არის ეს მკვეთრი მატება ამ შემთხვევაში. ახლა როგორ ვრცელდება ზოგადად, ხო, დაავადება, რო ვთქვათ ორი სიტყვით, ძირითადად ვრცელდება ღამურების მხრიდან, ღამურების, ასე ვთქვათ, ნერწყვით, სისხლით, შარდით, თუ მოხდა აი ეს, ასე ვთქვათ, სეკრეტი ღამურების, მაგალითად, ხილზე, ან ხილის წვენში, ან საკვებზე, ან ადამიანის ლორწოვანზე, ასე დროს არის რისკი, რომ
დავინფიცირდეთ. ეს არის ყველაზე ხშირი გადადების გზა. თუ მოხდა ესე რომ ვთქვათ მისი ესე ვთქვათ დნმ-ის გადატანა ნებისმიერ პროდუქტზე, ის რამდენი ხანი ცოცხლობს, ანუ მაგალითად ტრანსპორტირების დროს ან რამ მსგავსი სახიფათო მდგომარეობა თუ იქიდან გამომდინარე რომ ვთქვათ ჯერ ძალიან ბევრი кейსი არ გვაქვს, ამაზე დაზუსტების საუბარი ცოტა გამიჭირდება, მაგრამ როგორც წესი მალევე, ასე ვთქვათ, მსგავსი ვირუსები ინაქტივირდებიან გარემო სივრცეში. ამიტომ არის რომ პირდაპირ გადაცემა ხდება ღამურიდან ან ადამიანზე, ან თუ ხილი და ასე ვთქვათ, დაბინძურდა საკვები, არის შანსი თუ მივირთმევთ ჩვენ ამ ასე ვთქვათ ხილს და საკვებს, რომ დავინფიცირდეთ. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ აუცილებლად უნდა გაირეცხოს, ასე ვთქვათ, ხილსთან თუ გვაქვს საქმე, თუ ზედაპირებთან გვაქვს საქმე, უნდა დამუშავდეს ეს ზედაპირები. ანუ პრევენციის ღონისძიებები არის მსგავსი რაც სხვა ვირუსული ინფექციების დროს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ რა სიმპტომები ახასიათებს ხო ამ დაავადებას. პირველი დღეების განმავლობაში სიმპტომები არის ზოგადი გრიპის მსგავსი, შეიძლება იყოს ცხელება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, თქვათ სახსრების კუნთების ტკივილი. დაახლოებით მესამე დღიდან შეიძლება განვითარდეს ის სიმპტომები, რის გამოც ეს დაავადება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიში დაავადებად, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს ცენტრალური ნერვული სისტემის თავის ტვინის დაზიანება, განვითარდეს ენცეფალიტი და შესაბამისად აი ენცეფალიტის გამო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახოთ ენცეფალიტი, რატომაც აქვს ამ დაავადებას მაღალი სიკვდილიანობა. აქვე შევეხები ორი სიტყვით მკურნალობასაც. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამ დაავადების სამკურნალო სპეციფიური საშუალება არ არსებობს, ასევე არ გვაქვს პრევენციის სპეციფიური საშუალებები, როგორც არის ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოხდეს, თუმცა კიდევ ერთხელ დამაიმედებლად მინდა ვთქვა, რომ აი ამ თქვა 98 წლიდან დაახლოებით 29 წლის განმავლობაში საბედნიეროდ არ აქვს ამ დაავადებას მაღალი გავრცელება, ამაზე მიუთითებს სტატისტიკა, ამაზე მიუთითებს არა, აი ამ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ადამიანებში, ასე ვთქვათ, ეს დაავადება არ დაფიქსირებულა, იყო ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტზე და თქვათ მადაგასკარზე, როდესაც დაფიქსირდა თვითონ ღამურებში, მაგრამ ადამიანებში ძირითადად არის კიდე ჩამოთვლილი, ეს არის ინდოეთი, ეს არის ბანგლადეში, სინგაპური, ფილიპინები და მალაიზია. ამჟამად შემთხვევები ფიქსირდება ინდოეთში, ბენგალის პროვინციაში, აქედან გამომდინარე სხვაგან, ანუ ინდოეთის სხვა პროვინციებშიც არ გვაქვს დაავადების გავრცელება, აქედან გამომდინარე იმ საკითხსაც რო შევეხო, რამდენად ჩვენთვის საშიშია, თქვა, საქართველოსთვის. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიურ კუთხითაც თუ შევხედათ, რისკები არის მინიმალურია. თითქმის არ არსებობს, რომ ეს ჩვენ ქვეყანაში გავრცელდეს. ერთადერთი იმ ადამიანებს აქვს რისკი თეორიულად, ვისაც აქვს მოგზაურობის ანამნეზი, თქვა, თუ ვიმოგზაურეთ კონკრეტულად ინდოეთის ამ კონკრეტულ პროვინციაში, ამ კონკრეტულ შტატში, ბენგალის შტატში და იქედან ჩამოვედით და აღვენიშნება სიმპტომები, აი ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიპს. თუ ასეთი ადამიანი არსებობს, შეიძლება არც არის ხა ჩვენ რეალობაში მსგავსი ადამიანი, ვისაც ამ ინდოეთის კონკრეტულ რეგიონში აქვს მოგზაურობის ანამნეზი, მაგრამ მაინც თუ არის მსგავსი ადამიანი, აუცილებელია რომ თუ სიმპტომები გაგვივითარდა, ჩვენ ვისაუბრეთ ამ სიმპტომებზე, ეს არის ცხელება, ყელის ტკივილი და გრიპის მსგავსი სიმპტომები, უნდა მიმართოს ექიპს, მაგრამ პრაქტიკულად რო შევხედოთ, აი ამ არსებული მდგომარეობით, რაც არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გავრცელების, ასე ვთქვათ, მასშტაბი, საქართველოსთვის ეს საფრთხეს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს. თუმცა საქართველოში ძალიან ბევრი ყავს სტუმარი ამ ქვეყნიდან, მათ შორის სტუდენტები, სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებულები და ასე. ამიტომ ამას სჭირდება, ასე ვთქვათ, ღრმა შესწავლა, რამდენად კონკრეტულად ამ რეგიონიდან არიან ეს ადამიანები და იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში სულ ერთეული შემთხვევებია. ამ ეტაპზე რაიმე ღონისძიების გატარების არანაირი საჭიროება ჩემი აზრით არ არის და ამას მიუთითებს თქვა იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ჩვენ გვაქვს ერთეული შემთხვევები, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა გარკვეული ღონისძიებები გაატარეს, მაგალითად თერმოსკრინინგი დაიწყეს, ან შემოწმება თქვა აეროპორტებში, თუმცა ეს არის მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც არის რეგიონის ქვეყნები, თქვა და მეზობელი ქვეყნები ინდოეთის. ამიტომ სხვა, ასე თქვა, რეგიონს გარეთ ქვეყნებში რაიმე
პრევენციული ღონისძიების გატარების რეკომენდაცია ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან რაიმე სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ინსტიტუციის მხრიდან არ გვაქვს და როგორც ჩემი ექიმის აზრით ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის და იმედია არც იქნება. და ასევე ანუ ვიყოთ შვიდად ადამიანებს ისეთ იყვნენ ექიმები, რომლებსაც დაუფიქრდათ ეს დაავადება და ასევე გამოიკულეს ყველა ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო დაკვირვების ესე რომ ვთქვათ ეპიცენტრში და მაქსიმალურად რომ ავიცოთ თავიდან ეს გავრცელება, ხო, ესეც რაღაცნაირად დამამშვიდებელი მინდა იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. და ასევე ის მინდა გავიგოთ თქვენგან, თუ გაქვთ ინფორმაცია 1998 წლიდან დღემდე კი გავიგეთ დაახლოებით რიცხვი, მაგრამ წელს დაფიქსირდა ეს ვირუსი, წინა წლებშიც თუ იყო, თუ წელს რადგან შედარებით მეტი იყო, თუ რატომ გამოიწვია მაინც და მაინც. 25 წელსაც იყო ერთეული შემთხვევები, ისიც იგივე, ანუ არ გავრცელდა წინა წელსაც მაინც რაღაცნაირი. წინა წლებშიც იყო ბანგლადეშში, განსაკუთრებით ყველაზე მეტი кейსი არის ბანგლადეშში დაფიქსირებული, თუმცა იყო ერთეულიდან 10 შემთხვევამდე და არც ერთ შემთხვევაში ფართო მასშტაბიანი გავრცელება ამ დაავადებას არ ქონია. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა პირველი ეპიდაფეთქების დროს, ანუ ეს იყო ასე ვთქვათ მალაიზიაში და სინგაპურში, როდესაც თუ არ ვცდები, სადაც 200 და 300 кейსამდე იყო და დაახლოებით 58% დამთავრდა ლეტალურად. მას შემდეგ ესეთი ერთეული შემთხვევები გვხვდება, როგორც აღმოჩნდა ბანგლადეშში და ინდოეთში და არც ერთ შემთხვევაში ფართო მასშტაბიანი გავრცელება ან რეგიონს გარეთ გავრცელება არ ქონია. აქედან გამომდინარე, მინდა დავამშვიდოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ რა თქმა უნდა, ისეთი საყურადღებო ინფექცია, ცუდი გამოსავლით და საშიში მიმდინარეობით, მაგრამ ფართო მასშტაბიანი კუთხით გავრცელების რისკები არის მინიმალური და ამ ეტაპზე პრაქტიკულად ამის რისკები არ გვაქვს. თუმცა უნდა დავაკვირდეთ და მივყვეთ ასე ვთქვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. ეს ძალიან გვაშინებს ხოლმე ესეთი პერიოდი გავიარეთ, რაც ალბათ არასოდეს არ დაგვავიწყდება და როდესაც ვიგებთ ხოლმე რაღაც მსგავსის გავრცელებას, ყოველთვის პანიკა არის ხოლმე საზოგადოებაში. ძალიან კარგია რომ ამ ხრივ სიმშვიდის საფუძველი გვაქვს და რადგან ჩვენთან ხართ, მაინც უნდა კითხოთ დღევანდელ ვითარებაზე, იმიტომ რომ არაერთი ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბავშვებში და არა მარტო ბავშვებში. ასევე გკითხავთ ეგრეთ წოდებული ჰონკონგის ვირუსზე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია და რა ხდება დღევანდელ რეალობაში ამ მიმართულებით. კი ბატონო, ზოგადად ზამთარია და გრიპის შემთხვევები მოსალოდნელი იყო, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით შედარებით სტაბილური ეპიდემია, თუმცა არსად არ წასულა რესპირაციული ინფექციები გვხდება, მათ შორის გრიპი, აგრიპი და კონკრეტულად აგრიპის ეს ქვეშტამი, ეგრეთ წოდებული ჰონკონგის ვირუსი H3N2. არის პროგნოზი, რომ უახლოესი 1 თვის თვენახევრის განმავლობაში, ანუ მარტამდე ეს შემთხვევები იქნება. გარკვეულ პერიოდში შეიძლება დინამიკაში მოიმატოს კიდეც, თუმცა არ მგონია, რომ დრამატულად მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება. კიდე ერთხელ ვისარგებლებ და აღნიშნავ იმას, რომ აუცილებელია რისკ ჯგუფებში ვაქცინაცია და აუცილებელია, რომ თუ რისკ ჯგუფში ადამიანი, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვნები, მცირეწლოვანი ბავშვები და დაუდასტურდათ გრიპი ან ეჭვი არის გრიპზე მიტანილი, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, იმიტომ რომ ამ კონტინგენტში შედარებით მაღალია დაავადების გართულების რისკები. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ის ზოგადი პრინციპები, რაც ყველამ ვიცით და კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გვასწავლა, ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სივრცეების განიავება და სოციალური პასუხისგებლობა ერთმანეთის მიმართ, რომ თუ გვაქვს სიმპტომები, მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ან თუ ვერ ვახერხებთ მორიდებას, გამოვიყენოთ ასე დროს პირბადად. კი ბატონო, გეთანხმებით და ასე ვიცით რა მინდა ვთქვათ, ნიპას ვირუსი გასაგებია, მაგრამ მსგავსი ვირუსები კიდევ არაერთი არის, რომელიც გამოირჩევა ესე რომ ვთქვათ აგრესიულობით და მხოლოდ ნიპაზე არ უნდა გქონდეს ესეთი რეაქცია, მეტყვი არსებობს, მაგრამ თავარია რომ მსგავსი ვირუსები არ ვრცელდება ისე სწრაფად, როგორც თუნდაც ჩვეულებრივი გრიპი. არსებობს ეგრეთ წოდებული განსაკუთრებით საშიში ინფექციათა ნუსხა, სადაც არის ათეულობით, ასეულობით მსგავსი ვირუსი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არის ყურადღების ქვეშ და გარკვეული ცვლილებების დროს ხდება შემდეგ რეაგირებები, ან თუ განიცადა მუტაცია, ადვილად გადამდები გახდა და ასე შემდეგ. ეს უკვე ჩვენთვის საზოგადოებისთვის ნაკლებად აქტუალურია. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვახდინოთ სწორი რეაგირება იმ ინფორმაციაზე, რაც გაგვაჩნია და პირველ რიგში ეს სწორი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ანუ ჯანდაცვის ასე ვთქვათ, პერსონალის
მედიის მხრიდან არის ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რაც ხელს შეგვიწყობს რაში, რომ არ იყოს პანიკა და სწორად ინფორმაცია გქონდეს ამ დაავადების შესახებ და შესაბამისად შემდეგ რეაგირებაც ამაზე იქნება საზოგადოების მხრიდან ადეკვატური. კი ბატონო, ნიპას ვირუსზე მოდი ჯერ არ ვინერულოთ, ვისაუბროთ და ვინერულოთ იმ ვირუსებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს, მოვერიდოთ ესე რომ ვთქვა ზედმეტ კონტაქტს, როცა ზედმეტი გავრცელებაა ხოლმე იმ პერიოდში, მივხედოთ ჰიგიენას და ეს არის მოკლედ ჩვენი თავი საფრთხელი ახლა. როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, მარტის ბოლომდე ჯერ კიდევ უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, ასე რომ ის რომ რაღა დროსია და უკვე დაგვიანებულია, არ არის მართებული როგორც ჯგუფებში კიდევ ერთხელ გავიგებთ. დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან ამომწურავი პასუხებისთვის, იმისთვის რომ დაგვამშვიდეთ და გითხარით რომ არ გვაქვს ამ ეტაპზე ნამდვილად პანიკის საფუძველი და მადლობა ამისთვის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობდა დილის პალიტრის კითხვებს.